ესე იგი, შეპირებული მეორე თემა. გათიშე და იბატონე. შესაძლოა არსებობდეს რაიმე მესამე ვარიანტი ადამიანების ცხოვრებაში. არ ვიცი. თუმცა ამ მომენტში ასე მეჩვენება და ასე ვასკვნი ჩემი დაკვირვებით, რომ ძირითადად ჩვენი სოციალური წყობის ორი ვარიანტი არსებობს. ერთი სადაც არის ვიღაცა ერთი უპირობო ან პირობითი თუ რაც გნებავთ ერთი ადამიანი მმართველი რაღაც ტირანი მეფე იმპერატორი პატრიარქი პრეზიდენტი რაღაცა წოდების მატარებელი რომელიც რეალურად არის ხოლმე ერთი და მის გარშემო არის ორგანიზებული ძალიან ბევრი ხალხი ეს არის ერთი ვარიანტი და მეორე და ის არის უპირობოდ ძლიერი მის სიტყვას აქვს უდიდესი ავტორიტეტი და ასე შემდეგ. ხვდებით ხო რა ფენომენზე მაქვს საუბარი და არის მეორე ვარიანტი უფრო ახალი, ბევრად ახალი, სადაც არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ ერთმანეთის მიმართ გუნდის განცდა და ესენი შედარებულები არიან ხოლმე ასევე ტყეში ამოსულ ხეებს, სადაც ყველა ხე ეკოსისტემის ნაწილია, ყველა ხე არის ეფექტური, ყველა ხე ჩართულია ცხოველყოფილობის პროცესში და ბევრ სხვა პროცესში და საერთოდ ვიცით, რომ ხეები აცოცხლებს დედამიწას, ხო, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ამავდროულად არც ერთი ხე არ არის ლიდერი. ისინი თანაარსებობენ და ერთად ქმნიან ეკოსისტემას გუნდურად. და ყველა არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ხე. ეს ახალია, ეს არის ალბათ პირველად გაჟღერდა, როცა ითქვა თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, ეს როცა თქვა კაცობრიობა, მაშინ გაჟღერდა პირველად, თუმცა სუსუ პირველად ძალიან ადრე ტოტემიზმის დროს შეიქმნა ეს წყობილება პირველად, სადაც ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ყოველდა დაძმები და არა ყოფილიყო შვილის მდგომარეობაში და ყოველდა ტირანი მამა. ეს ან უფროსი ძმა, ესეც არსებობს ხო ორველთან ხვდებით ამას, რომ აი Big Brother უფროსი ძმა გიყურებს. ეს უფროსი ძმა, მამა, ეს ყველაფერი არის ზედაქვედა ურთიერთობა, სადაც ვიღაცა ზევით დგას, დანარჩენები ქვევით დგანან და როგორ ნარჩუნდება ეს ურთიერთობა? ძალიან მარტივად. ვუღალატებ თუ ჩაუშვებ დედას, ჩაუშვებ მამას, თუ პარტია მომთხოვს ამას. ნახეთ რა არის გაკეთებული. ანუ მე ჩემიანებს ჩაუშვებ, დავაბეზღებ, ვუღალატებ თუ პარტია მომთხოვს ამას. პარტია ვინ არის? სტალინი, ლენინი, ბლა ბლა. ანუ როგორი სიტუაცია გაკეთებული, რომ ეს ეგრეთ წოდებული ამხანაგები კომუნიზმში ვინც იყვნენ, მზად იყვნენ ერთმანეთი დაეგლიჯათ იმისთვის, რომ ტირანისთვის ესიამოვნებინათ. ქვეშევრდომები მზად არიან ერთმანეთი დააბეზღონ, ინტრიგებში გახვიონ, ოღონდ მეფე ასიამოვნონ. ბავშვები მზად არიან ერთმანეთი ჩაუშვან და დააბეზღონ, ოღონდ მასწავლებლის ფავორიტები გახდნენ და ასე შემდეგ. ანუ ესეთი წყობა არსებობს, ძალიან ტოქსიკურია, ძალიან არქაულია, იყო ალბათ დრო, როდესაც აქ და ამჟამად იყო ამის დრო და ეს იყო აქტუალური და ეს იყო ერთადერთი ალბათ მაშინ წყობა, როდესაც რაშიც ადამიანს შეეძლო რომ იარსება, თუმცა ეს შეიცვალა, ძალიან დიდი ხნის წინ შეიცვალა და ახლა გვაქვს ორი ალტერნატივა. ერთი რაღაც აბსოლუტიზმი და შავთეთრი აზროვნება, რომ მეფე არის კანონი და მის გარეშე ყველაფერი არის უკანონო, რომ მეფესთან ყოფნა არის სამოთხე და მეფის გარეშე ჯოჯოხეთი, რომ ვიღაცა არის უპირობო ლიდერი და მე ბრმათ მას მივყვები როგორც ცხვარი და ის არის ჩემი მწყემსი და მის გარეშე დავიღუპები და კლდეზე გადავიჩეხები, ასე და ისე კიდე არის რაღაცეები, რომ აი ესა და ეს რწმენა არის ერთადერთი სწორი და ამას თუ გავყვები, ზუსტად ასეთივე ტირანულია ეს რწმენა ჩემზე და სხვა შემთხვევაში დავიღუპები და ასე შემდეგ. ანუ ეს პირველი ვარიანტი, სადაც ადამიანი არის რაღაც ძალიან ტირანული და ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ და ეს არის მიღწეული იმით, რომ დაძმობა არის გათიშული, ანუ დაყოფილია ადამიანი და ერთმანეთის წინააღმდეგ არიან აღმდგარი ადამიანები და ვერ აღიქვავენ, რომ ჩვენ ერთნი ვართ ღვთის წინაშე. ნახე, ეს უკვე ახალია, ეს ახალი აღთქმა სიახლეა, რომელიც ქრისტემ მოიტანა, ხო, ერთ-ერთმა სხვაგანაც არის ეს სიახლეები და პირველად კი გაჟღერდა ფრანგულ კულტურაში, როცა ითქვა თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა. გნებავთ დაძმობა, ქართული იძლევა ამ საშუალებას.
და ამისი აღქმა დაკარგულია ხოლმე, რომ ვინც არ უნდა იყო, რა ფერის კანიც არ უნდა გქონდეს, როგორი მსოფლმხედველობაც არ უნდა გქონდეს, სადაც არ უნდა გაზრდილიყავი, რა ენაზეც არ უნდა საუბრობდე, რა სექსუალური ორიენტაციისაც არ უნდა იყო, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ვართ დაძმები, სადღაც ძალიან დიდ სიღრმეზე და თუ ჩვენ გავითიშებით და ერთმანეთს დავწყებთ ბრძოლას იმაზე, რომ არ მოგწონს ერთმანეთის კანის, თვალის თუ თმის ფერი, არ მოგწონს ერთმანეთის რწმენა წარმოდგენები და მიუღებელია ჩვენთვის, ვიქნებით რასისტები, ჰომოფობები, არ ვიცი, ადამიანის დამამცირებლები და დამაკნინებლები ამა თუ იმ ნიშნით და ასე შემდეგ და ასე მიუდგებით ერთმანეთს, ჩვენ გვეყოლება ბატონი და ვიქნებით მონები. ესეა მოწყობილი. ეს ფიზიკის კანონებია. გააკეთებ ასე და იქნები ადამიანი, რომელიც გათიშულია თავის დაძმებისგან, მარტო ხარ. ქართულ კულტურაში ხო არის ეს მამამ რო უთხრა, რომ წკეპლების კონა შეკარითო. ერთი ორი წკეპლა რო იყო გადატეხეს, ორი სამი რო იყო გადატეხეს ძმებმა და მე ერთი დიდი კონა შეაკრევინა, დაეჭიდნენ და ვერ გადატეხეს ეს წვრილი წკნელები, იმიტომ რომ ერთად იყო ბევრი. აი ამ ერთიანობაზეა საუბარი. რომელისკენაც კაცობრიობა მიდის, რა თქმა უნდა, ადამიანების ჩვენ თითოეული ჩვენგანი მივდივართ აქეთკენ, ესა განვითარება და ზრდა, თუმცა ალბათობა იმისა, რომ ჩავეშვებით ისევ იმ შუა საუკუნეებში თუ პრეისტორიულ ხანაში, სადაც ერთი ტირანი ყავდა და ყველას გვმართავდა, არსებობს. ესეც ერთ-ერთი წყობაა, რომელიც ბუნებაში არსებობს ადამიანის რეალობაში. არჩევანი ჩვენზეა, შეგვიძლია განვაგრძოთ ერთმანეთის, არ ვიცი, ჩააგურა თუ დაბულინგება, ქილიკი, დაცინვა, მოაზრება, რომ მე კარგი ვარ, შენ ცუდი ხარ და ესეთი ვიწრო მხედველობა და ამ ვიწრო მხედველობაში რა თქმა უნდა იქნება გათიშვა და გვეყოლება ბატონი და ყავს კიდეც დღეს არ არის დედამიწაზე ალბათ არც ერთი წყობა თითქმის, სადაც ბატონი არ ყავს ადამიანს. ჯერჯერობით ასე არის, თუმცა არის ქვეყნები, სადაც ბატონობა დაკლებულია და დაბალი დოზით არის და არის ქვეყნები, მაგალითად საქართველოს, სადაც ძალიან მაღალი დოზით არის. და ჩრდილო კორეაში კი ვიცით, რომ აბსოლუტურ დოზაზე არის აყვანილი და იქ თითოეული ადამიანი ერთმანეთს ესვრის და დახოცავს იმისთვის, რომ ასიამოვნონ კიმ ჩენ ინს. ასეთივე სიტუაცია გვაქვს ხოლმე ომების დროს. და ეხა ხუმრობით შემოვიტან ესეთ წინადადებას, რომ ძალიან დიდი პროგრესული სვლა იქნებოდა, რომ აი პოლიტიკაში რო ადამიანი წავა, დღეს ჩემ მეგობარსაც ვეუბნებოდი ერთს. უნდა აწერდეს ხელს რაღაც კონტრაქტს, რომ თუ ომი იქნება მისი პოლიტიკოსად ყოფნის ჟამს, წინა ხაზებზე წავლენ პრეზიდენტები, პარლამენტარები და სხვა პოლიტიკოსები. აი პირველ ხაზებზე წავლენ, ხელში იარაღებს დაიჭერენ და ისვრიან ბომბებსაც და ასე შემდეგ. არა უშავს თუ დაიხოცებიან, ანუ თუ კი ომია სამწუხაროდ ვიცით, რომ ადამიანები იხოცებიან ხოლმე და თუ წინა ხაზებზე პოლიტიკოსები და პრეზიდენტები წავლენ, ვისი კონფლიქტის გამოც ომი ატყდა და არა უშავს თუ დაიხოცებიან, ამით მხოლოდ მოიგებს სამყარო, იმიტომ რომ ესეთი ხალხი, თუ ასეთი პრინციპულები არიან ბევრ რამეში და ასე უნდათ თავდასხმები და ასე შემდეგ, მოდი ამ ჩვეულებრივი ადამიანებით ხო მანიპულირებენ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ადამიანები ჩვენ ერთმანეთისგან გათიშულები ვართ. ჩვეულებრივში კარგს გულისხმობ, იცი? ჩემთვის არაჩვეულებრივი და რაღაცა აღმატებული მასში ყოფნის დროს უკვე ტირანიის სუნი დგას. და აი ჩვენ ეს ჩვეულებრივი ტიპები ვინც ვართ ამ დედამიწაზე, ხო? ჩვენ მივდივართ ხოლმე წინა ხაზებზე, ისევ იმიტომ, რომ ერთმანეთისგან ვართ გათიშულები და მოდი ისინი წავიდნენ რა, ხო შეიძლება ესე, თან ჩვენ ბევრად მეტნი ვართ. არ გიფიქრიათ, რომ სტალინი ერთი კაცი იყო და რამდენი მილიონი ადამიანი რაღაცა ფსიქოლოგიური ფენომენით მიყვებოდა მას, თორე სტალინი ერთი იყო, რაც არ უნდა ძლიერი ყოფილიყო, ხო? მაგრამ ეს რაღაცა წყობა, რომ აი ტირანი მყავს და მე მას ვიმსახურები, რაღაცა არაცნობიერ სიამოვნებას ეფუძნება ადამიანში, რაღაც პირველ ყოფილს და ამიტომაც შესაძლებელია ესეთი წყობა, თორე ოდნავ გამოფხიზლებული ხალხი ჩვენ ერთმანეთს მხარს უჭერთ, თანამშრომლობთ, არ გვჭირდება ტირანი, თუ ესე ვართ. და როგორც კი ჩვენ ერთმანეთს ვაბულინგებთ, რასაც საქართველოში ძალიან ხშირად ხვდებით, ხო? დავცინი ვართ, წიხლავთ, რაღაცა კრიტერიუმებს და იერარქიებს ვადგენთ, ვინ მაღალი დონეა და ვინ დაბალი დონეა და ეს რაღაცებს სანამ ვაკეთებთ, გვეყოლება ტირანი, ასეთი ან ისეთი ფორმით.
ეხლა შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადმოთარგმნოთ საკუთარ ფსიქიკაზე და დაფიქრდეთ თქვენ შინაგან სამყაროში ხომ არ არის რომელიღაც მე რომელსაც აბულინგებთ თქვენს თავში ან დასცინი ხართ ან ცდილობთ რომ მოიცილოთ და გადააგდოთ აქედან იმიტომ რომ ის ავადმყოფია ან არასწორია და ასე შემდეგ. ხო და არ ღირს ამის გაკეთება. იქ შიგნითაც ჩვენი სხვადასხვა გამოცდილებების შექმნილი მეები ჯობს რომ თანამშრომლობდნენ და ერთმანეთს როგორც შინაგან სამყაროში ისე გარეთ აღვიქვავდეთ, იმიტომ რომ ეს არის რეალობა, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახის დედამიწის შვილები ვართ, ანუ დაძმები ვართ, არა მხოლოდ ადამიანები, მთელი ცხოველები, ფრინველები, მცენარეები, აბსოლუტურად ყველა ცოცხალი ორგანიზმი და თუ ესე შევხედავთ სამყაროს, შესაძლოა ერთ დღეს გავიღვიძოთ ისეთ ეკოსისტემაში, წეღარ რო აღწერე ტყის ეკოსისტემაში, სადაც ყველა ხე არის მნიშვნელოვანი და არ ყავთ მათ ბატონი. და თუ ასე არ ვიზავთ, არ ვიცი ამას რა დრო დაჭირდება, მე ხა მომავალზე ვსაუბრობ, რომელიც სხვანაირია. თუ ასე არ ვიზავთ, რა თქმა უნდა, ეს ფიზიკის კანონი მუშაობს ისევ, რომ თუ გათიშულები ვიქნებით, ბატონიც გვეყოლება. აბა ლამაზი დღე და ბედნიერი შობა ახალი წელი და ასე შემდეგ.